გალაპაგოსი ცოცხალი ევოლუციის კვალდაკვალ. არსებობს ადგილები, სადაც დრო თითქოს გაჩერდა. წყნარი ოკეანის გულში ეკვადორიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს არქიპელაგი, რომელმაც სამყაროს აღქმა შეცვალა. ველური ბუნების უკანასკნელი თავშესაფარი. აქაურობის ნამდვილი მასპინძლები ზღვის ლომები არიან. ისინი ყველგან არიან, ქუჩის სკამებზეც კი. მათი უშიშროება გაოცებს. ისინი არ გაგირბიან, პირიქით, ინტერესის გაკვირდებიან. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანსა და ცხოველს შორის ზღვარი გამქრალია. აქ ყოველი ნაბიჯი ევოლუციის ახალი გაკვეთილია. ჩარლზ დარვინმა ხომ სწორედ აქედან დაიწყო თავისი ევოლუციის თეორია. ერთი ამათ შეხედეთ. ესენი ზღვის იგუანები არიან, ერთადერთი ხვლიკები დედამიწაზე, რომლებიც ოკეანეში ნადირობენ. ნამდვილი მინიატურული დინოზავრები. კუნძულები 1535 წელს შემთხვევით აღმოაჩინა ესპანელმა ეპისკოპოსმა. ის პანამიდან პერუში მიდიოდა, როცა მისმა გემმა კურსი დაკარგა და ამ კუნძულებს მოადგა. სამოთხეა რა დამბილა. 1978 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სია შექმნა და გალაპაგოსის კუნძულები იყო პირველი ობიექტი, რომელიც ამ სიაში შეიყვანეს. გალაპაგოსის არქიპელაგი არის ბუნების ლაბორატორია, სადაც ევოლუცია ჩვენს თვალწინ ხდება. ძველ რუკებზე გალაპაგოს მოჯადუებულ კუნძულებს უწოდებდნენ. ძლიერი ოკეანური დინებების გამო მეზღვაურებს ხშირად ეჩვენებოდათ, რომ კუნძულები გადაადგილდებოდნენ ან ნიცლში ქრებოდნენ. და ისინიც კუნძულის სიმბოლოები, გიგანტური კუები, რომლებიც 100 წელზე მეტ ცოცხლობენ. როცა მათ თვალებში უყურებ, ხვდები, რომ ხელა ისტორიას ატარებენ ეს არსებები. სწორედ მათ გამო დაარქვეს ამ კუნძულებს გალაპაგოსი, რაც ძველ ესპანურად უნაგირს ნიშნავს, მათი ბაკნის ფორმის გამო. ოთხი წუთი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ გალაპაგოსის მთელი სიდიადე გადმოსცე. ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობა, ეს არის შეხსენება თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი პლანეტა, ხელუხლებელი, სუფთა და ჰარმონიული. საოცარია სამყარო და გაფრთხილება სჭირდება.